თურქეთის პრეზიდენტი რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ისრაელს ემუქრება და ეუბნება ესეთ რაღაცას, რომ ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ისრაელში ისე, როგორც ჩვენ შევედით ლიბიასა და ყარაბაღში. რამაც ბუნებრივია პასუხის გარეშე არ ჩაოლია ამ ყველაფერს და ისრაელის ოფიციალურმა პირებმაც გამოაქვეყნეს საკუთარი მიმართვა და თქვეს, რომ თურქეთი არის შემდგომი ირანი, რაც გეოპოლიტიკურად უფრო ძაბავ სიტუაციას, ვინაიდან და რადგანაც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან ხშირად გაისმოდა ხოლმე თვითონ ისრაელის ოფიციალური პირებისგანაც, რომ თურქეთი არის მომავალი აღმავალი საფრთხე სუნიტური სამყაროდან, აწუყე სუნიტური სამყაროდან, რომელიც საფრთხეს უქმნის ისრაელის სახელმწიფოს. ზოგადად, სიმართლე თუ გაინტერესებთ, ერდოღანი ყოველთვის ულტრაკრიტიკულად გამოირჩევა ისრაელის სახელმწიფოს მიმართ, ამაზე ვრცელ სტატიასაც წაგიკითხავთ და თან პლუს მოგასმენინებთ ისრაელ კაცის სიტყვებს თურქეთის შესახებ. მეგობრებო, ძალიან საინტერესო ვიდეო იქნება. ეს ახალი გეოპოლიტიკური ჯახია, ასე რომ დაალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო, მეგობრებო, შეგიძლიათ დონაციას გააკეთოთ არხი, რომელიც არხის აღწერაშია, ამ ვიდეოს აღწერაშია მითითებული და მოდი განვიხილოთ ეს ძალიან საინტერესო ვიდეო. მოკლედ, ესეთი ინტერვიუ, ესეთი ვთქვათ, სტატია და სიტყვები გავრცელდა თურქეთის პრეზიდენტისგან, საკმაოდ ესე ვთქვათ, აგრესიული და ესე ვთქვათ, მუქარის შემცველი გარკვეულწილად ისრაელის სახელმწიფოს მიმართ. ეს არ არის პირველი, მინდა გითხრათ, იმიტომ რომ გასულ ზაფხულს ერდოღანი ხშირად გამოირჩეოდა ისრაელის კრიტიკით ღაზაში მიმდინარე მოვლენების გამო. სადაც ის ამბობდა, რომ ღაზაში მიმდინარეობს გენოციდი, ხოლო ამ დროს არაბული ქვეყნები არიან ჩუმად, თან დამატებული, რომ ეს არის ჩვენი ვალდებულება, რომ როდესღაც ოტომანების იმპერიის დროს ერთ დროს პალესტინის ტერიტორია იყო თურქეთის იურისდიქციის ქვეშ. მოდი წავიკითხოთ ახლა რაზეა საუბარი და ერთად გამოვიტანოთ დასკვნები. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა კვირას განაცხადა, რომ თურქეთმა შესაძლოა ისრაელში სამხედრო ინტერვენცია განახორციელოს ლიბიისა და მთიანი ყარაბაღის მსგავსად. ისევე როგორც შევედით ლიბიასა და ყარაბაღში, ჩვენ შეგვიძლია შევიდეთ ისრაელში. არ არსებობს მიზანი, რომ ეს არ გავაკეთოთ, აღნიშნა ერდოღანმა. ამას დასჭირდება ძალა და ერთიანობა. თურქეთის ლიდერმა თავისი განცხადება პირდაპირ დააკავშირა ჩიხში შესულ დიპლომატიას და მიანიშნა, რომ თურქეთმა შესაძლოა სამხედრო ძალა გამოიყენოს თუ მოლაპარაკებები არ წარიმართება. პაკისტანს რომ არ ეშუამდგომლა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის, ჩვენ ისრაელის თავის ადგილს მივუჩენდით, ვაჩვენებდით, ანუ რო არ შემდგარიყო იქო, ესე ვთქვათ, მოლაპარაკებები, რომელიც ისლამბედში ჩატარდა საუბედუროდ, ხარები ვერ შეთანხმდნენ, ჩვენ შესაბამის ადგილს ისრაელს მივუჩენდითო. თურქეთის ლიდერმა ისრაელი ასევე დაადანაშაულა ცეცხლის შეწყვეტის დროს ასობით უდანაშაულო ლიბანელის მკვლელობაში და ბენიამინ ნეთანიაჰუს თავს დაესხა. ნეთანიაჰუ სისხლთა და სიძულით არის დაბრმავებული. ეს ესკალაცია მოყვება შაბათ კვირას ერდოღანსა და ნეთანიაჰუს შორის დაწყებულ მწვავე კონფლიქტს. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ერდოღანი ქურთების დევნასა და ირანის ხარდაჭერაში დაადანაშაულა, რასაც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კაცრად უპასუხა. ყველა მიცის, რომ მას არ გააჩნია მორალური ფასეულობები ან ლეგიტიმაცია, ვინმე ჭკუა დაარიგოს, განაცხადა სამინისტროს და ნეთანიაჰუს ჩვენი დროის ჰიტლერის კი უწოდა. მეგობრებო, ახლა რა საინტერესო რაღაც გამოიკვეთა, აქ არის მართლაც სიმართლის მარცვალი ერთ მნიშვნელოვან რამეში, რომ თურქეთი დიდი ხნის განმავლობაში ქურთებს ებრძვის, განსაკუთრებით სირიის ტერიტორიაზე და სირია არის ეთნიკურად ყველაზე მრავალფეროვანი ქვეყანა, იმიტომ რომ იქ არიან იეზდები, იქ არიან ქურთები, იქ არიან როგორც ასევე ნაწილი ებრაელების, ნაწილი არაბების, ნაწილი ძალიან მულტიკულტურულია თვითონ რო ავიღოთ, ხო? გარდა იმისა, რომ ეს დავივიწყო თვითონ სირიის ომის კონფლიქტიც რო ჩვენ გავიხსენოთ, მანდაც ჩვენ თუ ამ სადემარკაციო ხაზებს დავსვავთ და გავლენის სფეროებს გადავენაწილებთ, იქ იმდენია თურქეთის რეგიონი, რუსეთის რეგიონი, ამერიკის რეგიონი, ნატოს რეგიონი, ბრიტანეთის რეგიონი, საფრანგეთის რეგიონი, ძალიან ბევრია. და ბუნებრივია სპეკულაციები ძირითადად ხდება ამის გარშემო. რადგანაც გონიათ, რომ ისრაელისგან თურქეთი ძალიან შორს არის. დამოუკიდებლად მინდა დავზრინო ერთი მნიშვნელოვანი რამ, რომ აი ხა რაც თქვა ერდოღანმა, რომ ლიბანში მიმდინარეობს ცეცხლის, იდეაში ხა ისრაელმა კი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა დროებით, იმიტომ ტრამპმა გთხოვაო, ეხლა მაგრამ მე ეჭვება ტრამპის თხოვნა გაეთვალისწინოთ, ალბათ რაღაც გეგმის ნაწილია.
მართლაც ხდება ლიბანში, განსაკუთრებით ურბანულ ზონებზე თავდასხმები, ამის არაერთი კადრებია გავრცელებული ინტერნეტში, როგორც ალ-ჯაზირაზე, Sky News-ზე, CNN-ზე ძალიან ბევრი ეგეთი კადრი არის, სადაც პირდაპირ სამოქალაქო ობიექტები და პირდაპირ ისრაელს აქვს სახმელთო ოპერაცია ლიბანში. ნუ ამჟამადაც ხდება შეტაკებები, ძირითადად სამხრეთ ლიბანის ტერიტორიაზე. მაგრამ ეხლა მე მინდა ზოგადად თურქეთის ხასიათზე ვიმჟელო, იმიტომ რომ თურქეთი ბოლო წლების განმავლობაში მხოლოდ იმუქრება. ჯერჯერობით ქმედითი ნაბიჯები იმის შესახებ, რომ ეხლა ჩვენ რაღაც დავეხმარებით იქ პალესტინელ ხალხს, დავეხმარებით ლიბანელ ხალხს, ხო, ჯერ ქმედითი ნაბიჯები არ მოხდარა ამასთან მიმართებაში. მაგრამ ის ფაქტი, რომ თურქეთში არსებობს გარკვეული სახის ანტიისრაელური განწყობა, ამაზე მოტყველებს ძალიან ბევრი ფაქტი და მოდი ახლა ეს მინდა თქვენ მოგასმენინოთ, უცებ მინდა. Turkey is the new Iran. A new Turkish threat is emerging. ხო, აქ ამბობს ესეთ რამეს ერთ-ერთი ებრაელი მაღალჩინოსანი, რომ თურქეთიდან მომავალი საფრთხე იზრდება და ამას ჩვენ ყურადღება უნდა მივაქციოთ. And from here I warn. და მე როგორც აქედან მათ ვაფრთხილებო. Erdogan is sophisticated, dangerous. ერდოღანი არის შეშლილი, ამავდროულად საფრთხო. And he seeks to encircle Israel. და ცდილობს რომ გარკვეული წრე დაარტყასო, ანუ აქ არის მუქარი შემცველი წრეზე რა თქმა უნდა საუბარი ისრაელსო. The Islamic Brotherhood monster that is growing. ის ისლამური გაერთიანების იძლიერი მსოფლიოში იძლება, ნუ აქაც რა თქმა უნდა საკუთარ თავს გულისხმობს. And eventually might become as dangerous as the one created by Iran. ეს გვინდა და ზუსტად ეს არის საფრთხე, ეს არის ის საფრთხის შემცველი მარცვალი, როგორც იწყებოდა ირანში ეს ყველაფერი. ანუ მაგალითად ეხა იდეაში ეს რაზედაც საუბრობს არის რომ როდესაც 79 წელს რევოლუცია მოხდა და საფრანგეთიდან აიათოლა რუკოლა ხამეინი ჩავიდა ირანში და მოხდა ისლამური რევოლუცია, ძალიან მალე კულვარებიდან მაქენა გაისმა ესე ვთქვათ მუქარები იმის შესახებ რომ ის აქ ნახეთ, აი ამას მინდა ძალიან დიდი ყურადღება მივაქციოთ მეგობრებო, ჩვენ იმიტომ რომ ძალიან ხშირად ეშლება ეს ყველაფერი რომ თუნდაც ირანული ოფიციალური წყაროებიდან, ანუ ირანის ოფიციალური მთავრებიდან, ირანის ისლამური რესპუბლიკიდან გავრცელებული სიტყვები, რომ საუბარი მიდის კონკრეტულად ებრაელ ხალხზე, ან ამერიკელ ხალხზე, ეს არის უბრალოდ ტყუილი, რადგან ესე არ არის. რეალურად ირანი რაზედაც საუბრობს საფრთხის შემცველზე, აქ არის ორი რამ გაერთიანებული. ეს არის ამერიკული იმპერიალიზმი, როგორც ნეოკოლონიალური სტრუქტურა მე-20 საუკუნის ბოლოსა და 21 საუკუნის დასაწყისში და მეორე სიონიზმი, რომელიც ასევე მე-20 საუკუნის დასაწყისიდან დღესაც ესე ვთქვათ სიონიზმი რას ნიშნავს? თავისი კლასიკური განმარტებით სიონიზმი ნიშნავს, რომ ისრაელიან ებრაელ ხალხს უნდა ქონდეს საკუთარი ქვეყანა ამ მიწაზე, პალესტინის მიწაზე. ეს არის სიონიზმის ოფიციალური განმარტება, ანუ კლასიკური ვერსია. მაგრამ დღევანდელი სიონიზმი აღარ არის კლასიკური განმარტების ცნება. დღევანდელი სიონიზმი არის უკვე რეფორმირებული. დღევანდელი სიონიზმი რეფორმირებული რას ნიშნავს, რომ ისრაელი უნდა აღდგეს საკუთარი ისტორიული ნიწის ფარგლებში, ოღონდ ეს ის კი არა მაგალითად როგორც იყო იუდეა და სამარია ეხა როგორცაც ბიბი ნეთანიაჰუ ამბობს, ხო? არა, ეს არის ისრაელის ისტორიული მიწები დავითის სამფლობელოს ქვეშ, ანუ ეგრეთ წოდებული დიდი ისრაელი. ანუ რეფორმისტული ვარიანტი სიონიზმის ნიშნავს ისრაელის ისტორიული მიწების აღდგენა ბიბლიურ ნაწილში, ანუ ეს მოიცავს მთელს ძალიან დიდ ნაწილს ახლო აღმოსავლეთისა და ასევე აფრიკის ჩრდილოეთ ნაწილს. ნუ რაზედაც იდეაში არის იმასთან არაერთი თეორია და ვიდეოებიც გადამიღია, რომ ეს მთელი სპეცოპერაცია და ეს გეოპოლიტიკური გეგმა ემსახურება დიდი ისრაელის სახელმწიფოს აღდგენას. ანუ იდეაში ხო, ეს ნუ ერდოღანი რო ემუქრება იმას რა ქვია ნეთანიაჰუს. ხო, ნუ აქ ძირითადი სპეკულაცია აქედანაც ის გაქვთ თუ არა ბოლო ატომური ბომბიო ისრაელი დღემდე უარყოფს მაგას არ ამაქო, მაგრამ თუ მომინდა გამოვიყენებ, ხო? ნუ anyway. ხო, ამაზე არ მინდა ეხა ამ დეტალებს ამ ყველაფერს შევღრმავ და მე მინდა ზოგადად ეს სპეციფიკა აგიხსნათ ეხა რა ხდება აქ, ანუ რაზედაც იდეაში მიდის ჭიდილი ამ ყველაფერზე. ანუ ირანელი ოფიციალური მაღალჩინოსნები გმობენ სიონიზმს და ამერიკულ იმპერიალიზმს. ნახეთ, იმიტომ რომ ირანში არის ძალიან ბევრი სინაგოგა.
ძალიან ბევრი სინაგოგაა და ასევე ძალიან ბევრი ებრაელი ცხოვრობს ირანში თვითონ. ჩვეულებრივად ცხოვრობენ, ისევე ჩვეულებრივად როგორც ფერეიდნელი ქართველები მაგალითად, ისევე ჩვეულებრივად როგორც იეზდები მაგალითად, როგორც ქურთები, როგორც ერაყელები, ანუ ძალიან ბევრი ირანშიც, მათ შორის არის ძალიან ბევრი რეგიონი, სადაც არიან ეს ხალხი. ანუ ნახეთ, უბრალოდ ისრაელის ოფიციალურ ესე ვთქვათ, მთავრებს მოწონთ აპელირება ანტისემიტიზმით, რაც არ არის რეალურად. ანუ ანტისემიტიზმი ნიშნავს ებრაელების სიძულვილს, მაგას ნიშნავს იდეაში. მაგრამ ირანის ოფიციალური წყაროები არ ამბობს, რომ ის არის ანტისემიტური. ეს არის ანტისიონისტური. ანტისიონისტური და ანტისემიტური განსხვავდება ორივე ერთმანეთისგან. რადგანაც სიონიზმი არის პოლიტიკური პროექტი. და სემიტიზმი არის უკვე რასობრივი, ანუ რაც არიან თვითონ როგორც არაბები, ასევე ებრაელები, ხო? უბრალოდ თემა რა არის ისეთ, რომ ისრაელის ოფიციალურ წყაროებს ევასებათ საკუთარი თავის, ესე ვთქვათ, იმ პარადიგმაში ჩასმა, რომ ვინმე მაგათ თუ გააკრიტიკებს სოფლიოში, ყველას მოიხსენებენ ანტისემიტად. ანუ ამას აჭმევენ თემ სოფლიოს უკვე, რავი, საუკუნეების განმავლობაში და ამის ალიბი არის მეორე მსოფლიო ომის დროს მომხდარი მათზე კაცობრიობის წინაშე მომხდარი დანაშაული, ხო? ნუ მაგას აღწერენ, რომ აი შენ თუ მაგალითად გააკრიტიკე, შენ უკვე ავტომატურად ფაშისტი ხარ, რაც არის აბსურდი სრულიად, ხო? ჯერ არ არის კაცი, რომელიც კრიტიკას არ იმსახურებს ამ ქვეყანაზე. და მეორე, უბრალოდ ამ ყველაფერს ისინი იმიტომ აკეთებენ, რომ უბრალოდ უნდათ რომ სხვერპლის როლი ითამაშონ ყოველთვის. ანუ ისრაელის მთავრობას მოწონს, როდესაც თამაშობს სხვერპლის როლს. ყველა შემთხვევაში მაგას აკეთებენ. ანუ ყველა ქვეყანას პირველი ესხმიან თავს და მერე აბრალებენ და მერე ჩამოდიან, ვაიმე, ბომბავენ, ხოცავენ და ასე შემდგომ. ну ავიღოთ თვითონ ირანი ბოლოს მომხდარი აჰა თებერვლის ბოლოს მომხდარი სამხედრო ოპერაცია როდესაც ბიბი ნეთანიაჰუს განაცხადა დილით რომ ჩვენ დავიწყეთ პრევენციული შეტევები ირანზე ვინ დაიწყო ეს ომი რა თქმა უნდა ისრაელმა დაიწყო ხო ვინ დაბომბა ბეირუთი ასევე ისრაელმა ანუ იცით რა არის ანუ ადამიანს ახლა მე შენ დაგბომბო და მე შენ შეურაცხყოფა მოგაყენო სიტყვაზე და მე შენ ხელი გაგარტყა ხო და მე შენ დამარტყა მე მიპასუხა და ვაიმე შენ ჩემზე ძალადობ ამაში მე ვერ ხედავ პოლიტიკურ კორექტულობას და პოლიტიკური ლეგიტიმაციის გულწრფელობას ვერ ხედავ მე ამ ყველაფერში ანუ იდეაში ძალიან ბევრ ადამიანს ეშლება ეს ყველაფერი ეხლა უყურეთ თურქეთი რომელიც რა თქმა უნდა ასევე არ არის ანტისემიტური რა თქმა უნდა არ არის ანტისემიტიზმის საშენელებაა, რა თქმა უნდა, არც ერთია რას არ უნდა გძულდეს შენ მისი ეროვნების გამო, ამას არავინ არ ამბობს საერთოდ. მაგრამ ეხა თურქეთი შენ ახალი ირანად განიხილო იმის გამო, რომ რახან თურქეთი არის სახმელეთო ოპერაციებში და ზოგადად თვითონ არმია ყავს ძალიან ძლიერი და არის სუნიტური ისლამური სახელმწიფო, ну სუნიტური, ხო, სუნიტური დემოკრატიული ისლამური სახელმწიფო, ხო? აბსურდია ჩემთვის დაუძახო მას ანტისემიტური. ჩემთვის სრულიად აბსურდია. უბრალოდ ეს მოწონს ისრაელის სიონისტურ მთავრობას მოწონს ეს ყველაფერი რომ როგორც კი შენ გააკრიტიკებ სადმე მათ, აი როგორც კი რამეში გააკრიტიკებ, ეგრევე გადებენ იმის სარჩულს რომ შენ ხარ ანტისემიტი და შენ ხარ მაგალითად კაცობრიობის მტერი და შენ გეზისხება არავინ არ ეზისხება ეგრე. რაც ისრაელმა დაატრიალა ახლო აღმოსავლეთში ბოლო 60 წლის განმავლობაში მეგობარიც კი არ ყავს გარშემო. ვერც ნუ ხა არ განვიხილავ ისეთ დალაგებულ საკითხებს როგორებიც არის მისი ყურულმოჭრილი მონები ხო კატარი არაბთა გაერთიანებები საუდის არაბეთი ხო არ გულისხმობ იმიტომ რომ მანდაც კუშნერმა ითამაშა ისევ ებრაელმა ითამაშა ძალიან დიდი როლი რომ საინვესტიციო კომპანიები და ყველაფრის ეს შეძლო არც იმას არავინ ისრაელს რა თქმა უნდა ქონდა საკუთარი ქვეყანა ხო ამაზე არავინ არ დაობს ამაზე არავინ არ კამათობს მაგრამ მას უნდა ქონდეს იმ რეზოლუციით რა რეზოლუციითაც მოხდა ბალფურის დეკლარაციისა და გაეროს მანდატის მიცემა მათზე მაგრამ დღეს რო აშკარად ხედავთ შენ ამ ექსპანსიონისტურ სიონისტურ ქმედებებს ახლო აღმოსავლეთში, რავი ან ყრუ, ან ბრმა, ან იდიოტი უნდა იყო ადამიანი, ვერ ნახო რომ ისრაელის მიზნები არის დიდი იმპერიის ჩამოყალიბება. ღაზის საკითხი ამაზე მეტყველებს, ვესტბენკი ამაზე მეტყველებს, გოლანის მაღლობები ამაზე მეტყველებს, სამხრეთ ლიბანი ამაზე მეტყველებს. ერახში არსებული ისრაელის მხარდაჭერა ძალები ამაზე მეტყველებს, რომელი ერთი ჩამოვთვალო, ნუ ირანის ომზე აღარ განვიხილავ და მაგალითად სადაც ომით ვერ აგვარებენ, ბიზნესით მოაგვარა კუშნერმა ეგ ყველაფერი.
ნუ ეს ხო ცხადია და ცხადზე უცხადესი რომ ეს ამას ყველაფერს აქვს გამიზნული მისია. კაცო, ის რომ მაგრები არიან და მაგარო ოპერაციებს უმაღლეს დონეზე ატარებიან, არც ამაზე არავინ არ დაობს. ამაშიც მაგრები არიან, მაგრამ ეს ხო არ აძლევს ვინმე სამართლებრივად იმის საშუალებას, რომ ყველაფერი გააკეთონ, რაც მათ მოუნდება და რის საშუალებაც ექნებათ. ძალიან ბევრი ადამიანი იკვდება მაგალითად ლიბანში ახლაც კი სამხედრო თავდასხმებს, რომელიც მოდის ისრაელიდან. მე ვნახეთ კადრები, ძალიან ბევრი კადრები, სამოქალაქო ობიექტები, როგორ იბომბება, ხო? სადაც ხალხია. ბეირუთზე მოგსაუბარი. ნუ აპელი აქ არის ჰეზბოლა, აქ არის ისა, აქ არის აი როგორ შეიძლება შემთელი კორპუსი ჩამოაქცია იმის გამო, რომ ერთი ჰეზბოლას სიტყვაზე ერთი ჰეზბოლას ჯარისკაცია სადმე მათ. თელი კორპუსი როგორ უნდა ჩამოაქცო, ძალიან მაინტერესებს. რა მორალური ახსნა აქვს მაგ ყველაფერს. აღარ ვლაპარაკობ დაუთხოვებელ ღაზაზე, აღარ ვლაპარაკობ. კაცო, პალესტინელები რო იდიოტები არიან, ეგ მესმის. იმიტომ არიან იდიოტები, რომ თელი ამ ხნის განმავლობაში ძალღონე ვერ გამონახეს რამე გაეკეთებინა, ეგ ერთი. და მე მეორე კიდე. სანამ ისრაელის სახელმწიფოს მან შექმნიდა, ნუ დაბრუნდებოდა საკუთარ მიწაზე, ვერ მოახდინეს ისეთი სახის სახელმწიფო ჩამოყალიბება მაგ ტერიტორიაზე, რომელიც იქნებოდა თავდაცვის უნარიანი და აღიარებული საერთაშორისო სამართლის მიერ. ვერ მოახდინეს ამ ყველაფრის გაკეთება. და რა თქმა უნდა, ებრაელებმა ისარგებლეს მათი ამ უყურადღებობითა და მათი ამ გამყიდველური პოლიტიკით, რომელიც დაწყებული ჰქონდათ ასევე მე-20 საუკუნის შუახანებში, როდესაც მაგალითად, პალესტინამ შუა ომის დროს იორდანიას დაარტყა და იორდანიამ ამაში. აი თვითონ არ ქონდათ არაბებს ერთიანობა და ამ არაბული ერთიანობით გამოიყენეს ებრაელებმა ახალშენების შექმნას და საბოლოო ჯამში მიიყვანეს ოაზისამდე, ხო, როგორც დღეს არის. არც ამას არავინ არ უყურავს. ეხლა მე რაზე დავსაუბრობ, ყველაფერი არის ფაქტი. ორივე მხარეს გმობ, რაც არის ცუდი და ორივე მხარეს ვამბობ რა არის კარგი. მაგრამ ეს ხო არ ნიშნავს იმას, რომ უნდა ხოცო ადამიანები, ბავშვები განსაკუთრებით, ხო? და ხო არ უნდა დაამსგავსო ეს ეთნოწმენდას. რისი ძალიან დიდი ეჭვები გამოჩნია მე. აქედან გამომდინარე, უსამართლობა არის, არ ამოიღო ხმა იმაზე, რაც ახლო აღმოსავლეთში ხდება და რასაც ისრაელი აკეთებს. უნამუსობა ხმა არ ამოიღო ამ ყველაფერზე, უბრალოდ უნამუსობა. დაუთხოვებული ხალხი, გადატარიალებული ქვაქვაზე რო არა დარჩენილი და ჟურნალისტები და ბრიტანელი ჟურნალისტი აფერა, ძალიან ცნობილი კადრია, ეხაც დაიდო 1-3 კვირის წინ დაიდო დაახლოებით Sky News ჟურნალისტი რამის ჰაერში აწიეს, გამიზნული სროლით, რა თქმა უნდა. ამაზე ტაკერ კარსონსაც ქონა საკუთარი შოუ. ამერიკელებმა ვერაფერი ვერ გააკეთეს ირანთან ომში, მაგრამ ებრაელებმა გააკეთეს ბევრი რამე. ამაზეც პლუს უწერო მაგრები არიან მაგაშიც. თვით ამერიკა იმათაც ვერ აჯობეს სამხედრო მოქმედების და ოპერაციების ჩატარების სიზუსტეში. იმდენად ძლიერები არიან, მაგრამ ეს სიძლიერე ხო არ არის ალიბი, რომ შენ მაგალითად შვიდობიანი ხალხი ხოცო. და რაღაც პოლიტიკური სპეკულაციებით შენი იმპერიალისტური გეგმები გაამართლა, ხო? და თუნდაც ის ებრაელი ხალხი, ვინც ისრაელში ცხოვრობს, ძენის საფრთხეში ჩაგდო, რამდენი მოკვდა ხო მათ შორის? რამდენი კვდება ეხლა ლიბანშიც? ახალგაზრდა ბიჭები მოკვდნენ ებრაელები. ეგ ვისი პასუხისმგებლობაა? არ არის ეს რეფორმისტული სიონისტური მთავრობის დამსახურება? ამიტომ მე ბიბის მიმართ ვარ ძალიან კრიტიკულად განწყობილი. ისრაელის პრემიერზე მოგსაუბარი. და მე როგორც ვიცი, ისრაელშიც არის ხალხი გაყოფილი ორ აზრზე. ანუ ორი აზრია მანდ. ერთი ვინც ომზე მხრობა, მეორე ვინცაც არ ემხრობა. და მე იმ ხალხის მხარეს ვარ ისრაელში და იმ ებრაელების მხარეს ვარ, ვინც ამ ომს არ ემხრობიან. და ვინც ემხრობა, ძმაო, ამ ომს მაშინ ნუღა უკვირს მე ჭურვები რომ მიდის, ხან ხუსიტებისგან, ხან ირანელებისგან, ხან იმისგან, ხან იმისგან, იმიტომ რომ ყველა ქვეყანას აქვს თავდაცვის უფლება. ყველა ქვეყანას აბსოლუტურად. დღეს უკვე თურქეთი ხდება უკვე ახალი ირანი. ეხლა დაიწყება, თურქეთი იწყებს ატომურ ბომბზე მუშაობას და დაიწყება ახალი შოუები, ახალი ზღაპრები და რავი, რაღაცის სახის იმპერიალისტური ქმედებების ექნება დიზალები, რომ აი კი ქიმიური იარაღია, აქ ატომური ბომბია, იქ ებრაელებს ხოცავენ, რაღაც ეგეთი იმებს მოიგონებენ. არ ვიცი ხალხო, ხო გეუბნებით თურქეთის ხარეც რო შევაფასო და ვთქვა რამოდენიმე სიტყვა გეტყვით იმას, რომ თურქეთიც არ არის მაინც და მაინც გამტრაკებელი ქვეყანა. იმის დამხარად თურქეთს აქვს ძალიან დიდი რესურსები, ძალიან ძლიერი არმია ყავს. თურქეთს ყავს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი სახმელეთო არმია მსოფლიოში, ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი.
6 არმია ყავს გადანაწილებული მთელი თურქეთის ანატოლიის და მთელი თურქეთის ტერიტორიაზე. ყავს თანამედროვე ტიპის ავიაგამანადგურებლები, ძალიან დიდი ძლიერი ანტისახაროები, გავითვალისწინოთ ის ფაქტით, მეგობრებო, რომ თურქეთი არის ნატოს წევრი ქვეყანა, რაც კიდევ უფრო აძლიერებს მის თავდაცვის უნარიანობას, მაგრამ როდესაც ალიანსის მთავარი კრიტიკოსი შეერთებული შტატები, რომელიც არის ყველაზე ახლოს დაახლოებული ისრაელის სახელმწიფოსთან, მან რა ბერკეტი შეიძლება კონდეს თურქეთის სახელმწიფოს იმასთან მიმართებით, რომ ნატოს სათამდე უშველის, აი უკვე სხვა საკითხია. იმიტომ რომ რეალურად თურქეთი ჩვენ არ დაგვიტესტია ქურთებისა და გარკვეული სირიის ოპერაციების გარდა არც ერთ დიდ იმებში, ნუ ხა ნაწილი ირიბად ყარაბაღში ხა და ლიბიაც ირიბად. პირდაპირ მაინც არ ყოფილა თურქეთი, როგორც ესე თქვა, კონვენციური ომის სტილი ჯერ არ დაგვიტესტია, მეგობრებო, მე ვგულისხმობ ახალი საუკუნის ახალ გამოწვევებს, ხო ბუნებრივი. მე ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, თურქეთი ძალიან ძლიერია, მართლა ძალიან ძლიერია, მართლა ძალიან ფიქრობ, რომ შეუულიათ ბევრი რამე. თან ზოგადად ისტორიულადაც გამოცდილი მეომარი ხალხია, ვერ ვიტყვით იმას, რომ ეს არ არის, თურქ-სელჩუკები, ოტომანები, იქ მერე რევოლუციები, დღევანდელი თურქეთის სახელმწიფო, ამას ვერ დაუკარგავთ, რომ ესეა, ფლობენ ძალიან მნიშვნელოვან გეოპოლიტიკურ ჭიპს პლანეტაზე და ამავდროულად აკონტროლებენ ყველაზე მნიშვნელოვან სრუტებს. და ძალიან საინტერესო იქნება, ნუ ღმერთმა არქნას ახლა მათი ის თქვა ჩვენ ომი ვნახოთ, იმიტომ რომ ჩვენზე პირდაპირ აისახება, იმიტომ რომ თურქეთი კიდევ უფრო ახლოს არის. ვიდრე ირანი და ამავდროულად უფრო მეტადაც კავშირში ეკონომიკურად ჩვენთან, რა თქმა უნდა, ამას არ უსურვებ, არც თქვა, არც ისრაელს და არც თურქეთს, რა თქმა უნდა. მაგრამ ის თემა, რომ ერდოღანის განცხადებები ეს არ არის ჩვეულებრივი და რომ აქვს გარკვეული სახის მუქარი შემცველები, აი ეს იქნება ძალიან საინტერესო. აი ისრაელი ეხა რა კუდს აუბავს და ისრაელი რა თემას შეთხსავს თურქეთთან მიმართებაში, ესე ძალიან საინტერესო იქნება და მოდი დაველოდოთ მოვლენების განვითარებას, მეგობრებო, და მე ხო იცით ამ კონფლიქტებში და აქ რაც ხდება, ჩემთვის უმნიშვნელოვანესია და ძალიან საინტერესოა, ასევე თქვენ გაინტერესებთ, ამიტომ დაველოდოთ მოქმედების როგორ ესე თქვა გაგრძელდება ეს მოვლენები და მე ხო იცით არც ერთი მნიშვნელოვანი თემა თქვენთან არ გამორჩება არასდროს, რომ არც პოლიტიკური, არც სოციალური, არც ეკონომიკური და საერთოდ არაფერი. დალაიქეთ ვიდეო, თქვენი აზრი დაწერეთ, რას ფიქრობთ თურქეთისა და ირანის, თურქეთისა და ისრაელის შესაძლო დაპირისპირებაზე და დასვით თქვენი ვექტორები. საინტერესო იქნება. დროებით.